საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხატია კვათხეზე სცენა ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამოშვიდობის. პოზიტიური გზავნილები ამერიკიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. საგანგებო ჩარტერული რეისები და უმნებლად დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარსა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. მორალისგან დაცლილი უპრინციპო ადამიანების ერთობა რადიკალური დღის წესრიგის შესაქმნელად ვის არ სურს საქართველოში მშვიდობა. ანტისახელმწიფოებრივი კამპანია გარედაკვეთით რა აქცენტი ჰქონდა ონლაინ მედიის ნაწილს სომხეთის პრემიერის ვიზიტის გაშუქებისას. სიტყვით გამიჯნული და საქმით მხილებული ლევან ცუცქირიძე ნაციონალური მოძრაობის დავალებების შემსრულებელი. ვოლდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ვიქტორ ორბანი დამარცხდება, რას ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება უნგრეთის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე. ქართულ-სომხური ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-15 სხდომა და ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების გზავნილები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულებულია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების ათვისება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის დელეგაციასთან დისკუსიას და შეხვედრებს პროდუქტიულს უწოდებს. ნიკოლ ფაშინიანმა კი ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა, მშვიდობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. მაკუნა აბულაძეა პირდაპირ ეთერში. მშვიდობის მნიშვნელობაზე დღეს ორივე მხარემ საკმაოდ ბევრი ილაპარაკა და ეს რეგიონში განსაკუთრებით ახლა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ალბათ მოსაოდნელიც იყო. ისტორიული მეგობრობა, პარტნიორობა და მეზობლობა, რომელიც წლებს უძლებს და რომლის მთავარი ფუნდამენტიც ურთიერთპატივისცემა. წინ დიდი საერთო გეგმებია. ქართულ-სომხური გზავნილების შესახებ უფრო მეტს ჩვენს მიერ მომზადებულ რეპორტაჟში მოგიყვებით. კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მსაუბას ხაზი, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალისხმევას არ დაიშურებს. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პროცესებმაც დაადასტურა. ორი ქვეყნის, ორი პრემიერ-მინისტრის ხედვა ამ მიმართულებით საერთოა. დიპლომატიური ძალისხმევით გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნება. მთავრობის მეთაურისთვის სომხეთ-საქართველოს ისტორიული მეგობრობა ერთ მთავარ პრინციპზე დგას ურთიერთპატივისცემა და ეს პატივისცემა იმითაც მტკიცდება, რომ მეზობელი ქვეყანა ღიად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკას, ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს. ვრცელია იმ სექტორების ჩამონათვალი, სადაც ორ ქვეყანას განვითარების დიდ პოტენციალთან ერთად დიდი წარმატებებიც აქვს. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო თუ ტურისტული თანამშრომლობა. შევხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის. ძალიან დადებითი დინამიკა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მოხარული ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათა შორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ყოველჯერზე ამ შეხვედრების შემდეგ პირველი რაზეც ვფიქრობთ არის როდის შედგება შემდეგი შეხვედრა. სტუმარს არ დაუმალავს, რომ საქართველოს სომხეთისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და ეს მეგობრობა ნიკოლ ფაშინიანის თქმით ირაკლი კობახიძემ მაშინაც დაადასტურა, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. სტუმარმა პირისპირ შეხვედრაზე ქართველ კოლეგას დეტალურად გააცნო, როგორია სომხეთის ურთიერთობა ვაშინგტონთან, რა საერთო გეგმები შეიძლება ჰქონდეთ ორივე ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და რომ ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზაზე მისი ქვეყნისთვის საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია.
კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, რადგან ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გვქონდა საშუალება გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. სომხეთ ევროკავშირის კონტექსტში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმი ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ იმპულსს შეიძენს. მთავრობათა შორისი კომისიის რიგით მე-15 სხდომაზე ორივე ქვეყნის პირველმა პირებმა დაადასტურეს, რომ წინ დიდი საერთო გეგმებია. ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში კი საქართველოს სომხეთის როლი მნიშვნელოვანი. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს საავჭრო პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში. ამ თვალსაზრისით სომხეთი არის მთავარ სამეულში. საავჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სომხეთში საქართველოდან შემოდის მატარებლები და იმედი გვაქვს სარკინიგზო მიმოსვლის შედეგად ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საქართველოს მხარდაჭერით გაღრმავდა სამხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში. ეკონომიკური ურთიერთობის ჭრილში საქართველოს სომხეთის დიდ პოტენციალზე ეკონომიკის მინისტრმა ილაპარაკა. სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა კი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გამართა. საუბრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. ვერავინ უარყოფს იმ როლს, რა როლსაც სამხრეთ კავკასია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თამაშობენ ჩვენს კონტინენტზე გლობალურად და ზოგადად დაკავშირებადობის კუთხით, თუ როგორ იზრდება ამ რეგიონის პოტენციალი. ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს. ამომწურავად ვისაუბრეთ იმ არსებულ შესაძლებლობებზე, სადაც კიდევ მეტია პოტენციალი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. რამადროულად დღეს დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა, მათ შორის სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს, მათ შორის ახალ სექტორებში, ისევე როგორც ტრადიციულ სექტორებში ჩვენი ძალების გაერთიანება. ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. მას ოფიციალურ ვახშამზე პრემიერ-მინისტრმა გუშინვე უმასპინძლა. სტუმარმა თბილისი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. სომხეთის პრემიერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ იმართება გარედაკვეთით ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. ონლაინ მედია საშუალებების ნაწილი საკუთარი ქვეყნის მთავრობის მეთაურს მხოლოდ პარტიის ლიდერად მოიხსენიებს. ხალხის მიერ არჩეული და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული მმართველობის დაკნინების მცდელობა მხოლოდ ამ კამპანიის ავტორთა მძიმე მდგომარეობას აღწერს. სოფო ბერძის რეპორტაჟი. ეს არის უსამშობლოთა გამოძახილი საქართველოს. ამ წავე შეფასების ადრესატი ონლაინ მედიის ნაწილია. ის, რომელთა საინფორმაციო კამპანია სავსეა საკუთარი სახელმწიფოს არაღიარების ნარატივით. კერძოდ, პროპაგანდისტული მედიის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის გაშუქებისას სომხეთის პრემიერს მისი თანამდებობრივი სტატუსის შესაბამისად მოიხსენიებს. საკუთარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს კი პარტიულ ლიდერებად. თბილისში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. აეროპორტში მას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში აზიარებს რესტორანში გადაღებულ კადრებს და წერს, რომ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს არაფორმალურ გარემოში შეხვდა. მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა ქართული ოცნებისთვის საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულების დასტურია. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ასეთი მიდგომით ეს ორგანიზაციები გარე დაკვეთას ასრულებენ. ეს არის ის მედია საშუალებები, ძირითადად სწორედ გარე დაფინანსების შედეგად შექმნილები, რომელთათვისაც საქართველოს როგორც სახელმწიფო მეორეხარისხოვანი წარმონაქმნია.
და ამიტომ ისინი ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს მოიხსენიებენ, როგორც წესიდარიგია, მაგრამ საკუთარ ქვეყანას პატივს არცემენ და გონიათ, რომ ეს არის რაღაცნაირად მათი მხრიდან პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას არ ჩამორჩა გიორგი გახარიას პარტია. ოღონდ მათი შეფასებები მათივე პარტიული ინტერესის შესაბამისად იცვლება. თუ გიორგი შარაშიძეს დავეყრდნობით, ის და მისი თანაგუნდელები საქართველოს პარლამენტში მუშაობენ. ქვეყანას კი ქართული ოცნების პრემიერი მართავს. ძალიან კარგად იცით, ვინც არის ირაკლი ყობახიძე. ვინ არის ირაკლი ყობახიძე? პარტია ქართული ოცნების ივანიშვილის პრემიერია. საქართველოს პარლამენტი ქართული ოცნების პარლამენტია? ჩვენ ძალიან კაფიოდ თქვით პარლამენტში რომ შემოვედით, რას ნიშნავს ჩვენი შემოსვლა საქართველოს პარლამენტში. უმაღლესი თანამდებობის პირების დისკრედიტაციის მცდელობა მართველი პარტიისთვის ავტორებზე ბევრ რამეს ამბობს და ვერაფერს ავნებს ადრესატებს. ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რომ საქმე უცხო ძალების ინსტრუმენტად ქცეულთა ერთობლივ სტრატეგიასთან აქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვალდებულებად ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია, სახელმწიფო პირების დისკრედიტაცია მოეხდინათ, ვინც აფინანსებდა, ის უკვეთავდა მუსიკას, სწორედ ამ მუსიკას უკრავდნენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ჩვენ ხედავთ შეგნებულად ეს დაკნინებას, დამცირებით ძირის გამოთხრას, მათ შორის არაღიარების ნაწილში. როგორ გადაიქცა მათ სტრატეგიად, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსის, ასევე მედია საშუალებების, ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, თუ რეალურად რას წარმოადგენენ, ემსახურებიან თუ არა ეს სიმართლეს, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვიზეც იყენებენ ამ ტერმინებს. ხელისუფლებისთვის ფაქტია, რომ პროპაგანდას სახელმწიფოს ცნების გაგება არ აქვს. ფაქტია ისიც, რომ მათი მთავარი მიზანი ნებისმიერ ფასად გარე დაკვეთების შესრულებაა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხდება. საქართველოს მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ქართველი დეპუტატები ამ გზავნილებით და ვითარების გაჯანსაღების სურვილით ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ. ანუკი ჩხიკვაძე გვერდება. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ქუინსის ინსტიტუტის დირექტორთან ანატოლ ლივენსთან და ინსტიტუტის სხვა მკვლევარებთან. შეხვედრაზე მხარებმა პირველ რიგში ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო ამერიკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რა დამოკიდებულება აქვს ამერიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. ასევე საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთ-უკრაინის ომს და ამ ომში ამერიკის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. თავის მხრივ საქართველომ და ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ხაზი გაესვა იმ გარე ჩარევებს, რომელიც ჩვენს პოლიტიკაში გარე აქტორების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს. ზუსტად ახლა ვაშინგტონში თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ხვდება. ოფიციალური თბილისის გზავნილი უცვლელია საქართველოს მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დეპუტატები დღესვე კონგრესმენებს შეხვდებიან. დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში უშიშროების საბჭოში, ასევე ვაგრძელებთ კონგრესმენებთან შეხვედრას. და შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი ეს არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი სურვილი, რომ ეს ურთიერთობები გადავიყვანოთ ისევ სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლეზე, თუმცა შევძინოთ დამატებითი ეფექტი, რომ არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე სტრატეგიული პარტნიორობა, არ ექნება ოკუპაციის საფრთხეებზე საუბარი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე შესაბამისად ძალიან ფართო სპექტრია იმ თემებისა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ დღეს როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე კონგრესში. საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის არიან უმრავლესობის წევრები და ხალხის ძალის წარმომადგენელი. ქართველი დეპუტატების ამოცანაა შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მზადყოფნა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. არა თუ მხოლოდ განახლდეს სტრატეგიული ურთიერთობა, არამედ თვისობრივად შეიცვალოს და იყოს არა მხოლოდ ფურცელზე გაწერილი პარტნიორობის მიმართულებები, არამედ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. ეს შეეხება როგორც ეკონომიკურ მიმართულებას, ეს შეეხება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტიციებს, ეს შეეხება
კონკრეტულ რიცხვებში, ციფრებში გამოხატულ პარტნიორობას. ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ეს ურთიერთობები გახდეს უფრო დინამიური და სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც ავასახება კონკრეტულ შედეგებში, რაც შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების წახალისება, სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო აქტიური ურთიერთმონაწილეობა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ევროპისა და აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს. ასევე დეპუტატები ესაუბრნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს. შეხვედრებს ესწრება საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში. აღნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნისთვის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი და რაც მთავარია, საუბარი გქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დაუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ. საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინში ოფიციალური თბილისის შეფასებით ვაშინგტონი მძიმე პოლიტიკურ მემკვიდრეობას ჯანსაღი თანამშრომლობით ჩაანაცვლებს, სადაც ურთიერთობები ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარიმართება. საქართველო ყოველთვის იყო წვლილის შემტანი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში, მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში და ბუნებრივია ჩვენ მოველით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც იმსახურებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დეპარტამენტში სწორედ იმ პირთან, ვინც ევრაზიის საკითხებზე მუშაობს, ევროპის და აზიის საკითხებზე ჰქონდა შეხვედრა, სადაც საგნობრივად გაიარეს პრინციპში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორმხრივი და რეგიონალური ურთიერთობებისათვის არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ეს ის ინფორმაცია და ის გაცვლა, რომელიც რა თქმა უნდა აი ამ ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა სგანოს სულვიდი გამოთქვა ორივე მხარემ და ამაზე სამუშაოების დაწყების. ეს არის მთავარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შეწყვეტილი, ყოველად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შეორებულ პერსპექტივაში. შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. ქართველი დეპუტატები ასევე მონაწილეობას მიიღებენ სუვერენული ერების ალიანსის სამიტში. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების იმ ქვეყნებიდან გამოყვანაზე ზრუნავს, სადაც ცაღია. რამდენიმე ფრენა უსაფრთხოდ უკვე შესრულდა, დაგეგმილია კიდევ ორი ჩარტერული რეისი, საქართველოს საელჩოები კი საგანგებო რეჟიმით მუშაობენ და დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა სწორედ დიპლომატიურ უწყებებს უნდა მიმართონ. მარიამ ქართველიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. რიადი თბილისის რეისი რამდენიმე საათში შესრულდება, კიდევ ერთი სპეციალური რეისით მოფრინავენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ასევე პრობლემა შეექმნათ დახურული საჰაერო სივრცის გამო. საუდის არაბეთიდან შესრულდება სპეციალური რეისი და დაეშვება მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან ოჯახის წევრები და ახლობლები. მათი ნაწილი ამ დროისთვის უკვე იმყოფება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში და ისინი ელოდებიან საკუთარ ოჯახის წევრებს. პირველი რეისი დილით შესრულდა, ველოდებით მეორე რეისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. სიმშვიდე ერთიანობაში უბრალოდ რთული ესეთ ვითარებაში ბავშვთან ერთად ოჯახში არ შეგიძლია დაბრუნდე. მასკატი თბილისის საგანგებო ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილით დაეშვა. სპეციალურ რეისზე, რომლითაც მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დააბრუნა, ის ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. სირაწლოვან ბავშვებთან ერთად ოჯახები და ტურისტული მიზნით წასულები რთულ რეალობაზე ყვებიან და სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას იხდიან. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავის მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია ეს მოქმედება რა. ხანდახან გვესმოდა რაღაცა ხმები, რომელიც გვაშინებდა. ღამე ირთვებოდა ალარმი და არ იყო ხა ეს სასიამოვნო.
გვეშინოდა და ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ავიახაზებს, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა. დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული. მართლა ჩვენ სახელმწიფოს ყოჩაღ, იმიტომ რომ არც ერთ სახელმწიფომ ესეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს და ყოჩაღ ჩვენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კატარსა და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოების საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. იღებენ ზარებს და შეტყობინებებს მათგან, ვისაც დახმარება სჭირდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სწრაფად და უსაფრთხოდ დააბრუნოს თავისი მოქალაქეების სამშობლოში. თბილისის მიმართულებით დაიგეგმა 3 რეისი, აქედან 1 უკვე შესრულდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებზე მოვახდინოთ, ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ აეროპორტებში მისვლამდე და დამატებითი პრობლემები არ იყოს მათი გადაადგილების დროს. არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოებზე ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში. საგარეო საქმეთა მინისტრი პროპაგანდისტული ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას პასუხობს, ის რომ თითქოს სამინისტრო სიებს შერჩევით ადგენს სიყალბეა. დავადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგენს სიებს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისა, ვინც მიმართავს საქართველოს საელჩოებს. ეს ინფორმაცია არის ღია, როგორც კი ჩვენ მივიღეთ თანხმობა სპეციალური რეისების შესრულებაზე შესაბამისი ქვეყნებიდან, იმ წუთსვე მოხდა კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ამას დაადასტურებს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვინც მოხვდა სატელეფონო ზარზე თუ ელექტრონული პოსტით კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან. ასე იქცევა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, როდესაც საფრთხის წინაშე დგანან თავისივე ქვეყნის მოქალაქეები. სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე და მთავრობის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე. კახა კალაძემ ქართული ოცნების მშვიდობის პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მშვიდობა კონდეს ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, რადგან მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, შეუძლებელია წინსვლა, აღმშენებლობა. მე მგონი ყველავთან ხვდებით ერთ რამეზე, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, ის პრაგმატული პოლიტიკა არის ძალზედ მნიშვნელოვანი. საქართველოს მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ საელჩოებს. მთავრობის ორგანიზებული მომდევნო ჩარტერული რეისები 4 და 5 მარტს დაიგეგმა. თავდაცვითი თავისუფალ მედიაზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთა. ამ კონტექსტში უმრავლესობისთვის შემთხვევითი არ არის ბორის ჯონსონის გამოჩენა. როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთის მთავრობის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში მხარდამჭერი მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია ხავს. პოლიტიკური განცხადებები უმრავლესობამ ოპოზიციის მხილებისთვის გამოიყენა. ლონდონიდან თბილისში დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას სახელისუფლებო გუნდი უმაღლესი ტრიბუნიდან მწვავე შეფასებებით პასუხობს. სანამ ბრიტანეთის მთავრობა და მათი ელჩი აბსურდის მტკიცებულებაზე კომენტარს გაურბიან, ქართული ოცნება ბრიტანეთიდან სიტყვის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშს გლობალური პოლიტიკის ნაწილად განიხილავს, სადაც ერთ-ერთ მოქმედ პირად გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერს ბორის ჯონსონს ასახელებს. ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ იმედი და პოზიტივი უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში Deep State-ის წონიანი აგენტის ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია. დღეს ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტორულად არ აქვს ეკონომიკური ზრდა, მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის, საქართველოს
უწუნებს მართალ სიტყვას. იმ მუდმივი საომარი ესკალაციის ფონზე მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც საქართველოს ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა კი შეიძლება ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დააყენოს, ყველა კარგად ხვდებით, რომ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არც ერთი ტრის წინაშე დაჩოქებას. ბრიტანეთის მცდელობას შეზღუდოს დამოუკიდებელი სიტყვა პარლამენტში მხარდამჭერი მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია ჰყავს. როცა მათ კერძო არხის შეზღუდვა ახარებთ, ოპოზიციის მეორე ნაწილი ვერ შემდგარი რევოლუციების გამო გეოპოლიტიკურ შურისძიებაზე აკეთებს აქცენტს. ერთი ტელევიზიაც და მეორეც გამოიყენება ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის. ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს. ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. დღეს სააკაშვილის პატრონებმა იმავე ნაღზე დააბიჯეს. მათ გონიათ, რომ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, ხოლო 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის. ის რაც ნაციონალურ მოძრაობას 2007 წელს ხელკეტით არ გამოუვიდა ტელეკომპანია იმედის გაჩუმება. ამ და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნაყვება, რომელიც უკვე ინგლისურ ენაზე ითარგმნა და რეჟიმის მხარდამჭერებს უმძიმესი დანაშაულების გაცნობა მშობლიურ ენაზეც შეეძლებათ. როგორ მუშაობდა წამების სისტემა ნაციონალურ მოძრაობის მიერ შექმნილი, თუ როგორი ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის პერიოდში, თუ როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი პარტია ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის პირობებში, თუ როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის პირობებში. ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, გადაეცემა ჩვენ საგარეო სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან. პოლიტიკური განცხადების დრო მართლმა პარტიამ ოპოზიციის მხილებისთვისაც გამოიყენა. ანუ იმის სათქმელად, რომ ყველა ნაციონალის ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა ყველას ნიშნავს და ლელო და გახარიები გამონაკლისები არ არიან. პიროტექნიკით პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლას ეძახიან მშვიდობიან აქციას, მზიამაღლობელს ეძახიან პოლიტპატიმარს, ქართულ გამჭვირვალობის კანონს ეძახიან რუსულ კანონს. ისინი ებრძვიან LGBT პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში. ის ამარცხინო წერილი, რაც ბრიუსელში გააგზავნა 4 პარტიამ, კოლექტიურმა ნაციონალურ მოძრაობამ, უშუალოდ ნაცებმა, ახალმა, ლელომ და გახარიამ, 4-ვეს ხელმოწერა რომ არის იმ წერილს, ბრიუსელისგან ითხოვდნენ საქართველოს დასანქცირებას. საქართველოში მეორე ფრონტის მსურველებზე მსჯელობით გაგრძელდა განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში. სახელისუფლებო გუნდი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ქვეყანაში შენარჩუნებულ მშვიდობაზე ამახვილებს ყურადღებას და ქართულ ოცნებას და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ეროვნული პოლიტიკის მთავარ გარანტად ასახელებს. მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა ეს არის გონივრული პასუხისგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა. და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც აი მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მშვიდობა არ არის სისუსტე. მშვიდობა არის პასუხისგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე. და ჩვენ ამ პასუხისგებლობას ღირსეულად ვატარებთ. ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად იზრდება გარე ძალების ინტერესიც. საქართველოში ყავდეთ მარიონეტული სრულ დაქვემდებარებული ხელისუფლება. დღეს ჩვენ წერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს, როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებას დაგსაქსავდნენ. შეცდნენ საქართველო არასოდეს იწყებოდა გრანტებით და არასოდეს დასრულდება უცხოური ინსტრუქციებით. ევროსაბჭომ ოფიციალურად თხოვა საქართველოს, რომ გავუზიაროთ გამოსტირება უცხოური გავლენის ჩარევასთან დაკავშირებით და დღეს უკვე საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთელი ის პროპაგანდისტული ნიაღვარი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. უმრავლესობის მწვავე გამოსვლების ფონზე ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში დღეს თავი ვერ იმართლა. ახალი პოლიტიკური სახის ძველი პოლიტიკური მორჩილება ლევან ცუცქირიძის როლი 2007 წლის მოვლენების შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის საერთაშორისო იმიჯის გათეთრებაში. სიტყვით ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო არაფერი აქვს, საქმით კი საპირისპირო მტკიცდება. ცუცქირიძის წარსულს ის ადამიანები ახსენებენ, რომელთაც პოლიტიკური ამნეზია არ აქვთ. რატი მეტრეველი კი ამბობთ.
რადიკალური ოპოზიციის ეგრეთ წოდებული ალიანსი, რომ ძველი თუ ახალი ნაციონალური მოძრაობის წევრებით დაკომპლექტდა თვალსაჩინოა. ახალი სახეების დეფიციტის გადაფარვას ალიანსი პარტია თავისუფლების მოედნით და მისი თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძით ცდილობს. თუმცა ამ ცდილობას წარუმატებელს ისევ ლევან ცუცქირიძის წარსული ხდის. იმ მიზნით, რომ საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილისთვის სრულად კონტროლირებადი ყოფილიყო 2007 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მისთვის ნდობით აღჭურვილი არასამთავრობოებით ცესკოს საკონკურსო საბჭო დააკომპლექტა. საბჭოში, რომლის განკარგულების გარეშე ცესკო თავმჯდომარეს ვერ აირჩევდა საპატიო ადგილი გიანოდიასთან ერთად ლევან ცუცქირიძეს ეკავა. 2008 წელს კი ცუცქირიძე უკვე ახალი ჯიპას რექტორის პოსტით იმ ეგრეთ წოდებულ ინსტიტუციურ კოალიციას შეუერთდა, რომელმაც ყალბი ეგზიტ პოლით სააკაშვილს 2008 წლის გაყალბებული არჩევნები გაუმყარა. დღეს ეს ფაქტები მას იმდროინდელმა პოლიტიკოსებმა შეახსენეს. 2007 წელს სააკაშვილმა არჩევნების გაყალბების მიზნით შექმნა პრეზიდენტთან არსებული კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ცუცქირიძე და გიანოდია. ამის შემდეგ 2008 წელს 4-ეულმა შექმნა ეგზიტ პოლების ბიურო, ეგრეთ წოდებული ეგზიტ პოლების ბიურო, რაც ემსახურებოდა წინასწარ არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგის მომზადებას. ასე რომ ძველი გამოცდილი ნაცმოძრაობის აქტივისტია. მაშინ მახსოვს ჩვენ სანაგვეზე ვიპოვეთ იმ სატვირთო მანქანით გადაყრილი ბიულეტენები და ნუ ამის ფაქტები არსებობს, ამის კადრები არსებობს უამრავი, რომ მაშინ გაყალბების რა ასე ვთქვათ ფორმატის გაყალბება იყო და მაშინ მონაწილეობდა ზუსტად მაგ გაყალბებაში ეს ვაგზლის მოედნის დირექტორი რო არის დღეს. ხო და ბუნებრივია რომ ყველანი იქიდან მოდიან. ეგრეთ წოდებული ახალი პოლიტიკური სახის ძველი პოლიტიკური მორჩილება შესაძლოა არ ახსოვდეს ახალთაობას, თუმცა ახსოვთ მათ, ვინც ამ ყველაფერს 2007-2008 წლებში თავად ხედავდნენ. ამიტომ ცუცქირიძის ამჟამინდელ პოზიციას დღეს პოლიტიკური უზნეობაც უწოდეს. ეს არის სრულიად უპრინციპო, უზნეო ადამიანი, რომელიც არის მორჩილი მსახური თავისი მოქმედებით, აი კონკრეტული მოქმედებით, მორჩილი მსახური ნაცმოძრაობის. ასე იყო წლების განმავლობაში, ასე არის ახლა. შეასრულე ნებისმიერი ჩემი დავალება. და შენ ყველაფერი გექნება, ფული, წილები, კაპიტალი და სრული უსაფრთხოება დაცული იქნება. არ შეასრულებ და უკაცრავად. აი ამ წიაღიდან არის ეს ადამიანი. წარსულსა თუ აწყოში თანამოაზრის პოლიტიკური საქმიანობა არ გაიხსენა ნაცმოძრაობის ალიანსის წევრმა და ნაცმოძრაობის გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიამ. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით, ბოდიში გიხდით. დღეს ცუცქირიძე მედიის კითხვებს გაექცა, ასეთივე მონდომებით ცდილობს, თუმცა ვერ გაურვის პოლიტიკურ წარსულს. ეს უშედეგო მცდელობა ხალხის ძალას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ნაცებს ნაცობის რცხვენიათ. ის რომ ზოგადად ჭალებში უწყდებათ ნაცობა, ეს კარგია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის მიუღებელი ნაციონალურ მოძრაობის წევრობა, მხარდამჭერობა, მაგრამ მეორე არის ის, რომ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც იდეოლოგიურად საარჩევნო პროცესებში და ასე შემდგომ იყო ჩართული და ამ დროს ამბობდნენ, რომ კავშირი არ მქონდა. რადიკალების ალიანსი, რომ ძველი ნაციონალებისთვის თვითაღიარების კარგი საშუალებაა, ეს დღეს ქართულ ოცნებაში ითქვა. ალიანსში თავის ხვებთან ერთად პარტია თავისუფლების მოედანმაც გამოიაშკარავა. ნაცების ეს ალიანსი კიდევ ერთი საშუალება აღმოჩნდა ვიღაცებისთვის, რომ coming out-ი გაეკეთებინათ. ამ შემთხვევაში ლევან ცუცქირიძის coming out-ია. ჩვენ ისედაც ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ის ნაცების და სააკაშვილის წაგებული არჩევნების გამყალბებელი იყო და ბოდიში და გამპრავებელი. მაგრამ ამ შემთხვევაში ის უკვე ოფიციალურად ირიცხება ნაცების რიგებში. სააკაშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მცველი საკუთარ პარტიას ახალ პოლიტიკურ ძალად უშედეგოდ ასაღებს. ლევან ცუცქირიძის ნაცმოძრაობისგან გამიჯვნის მცდელობას ფაქტები უპირისპირდება. პარლამენტმა გრანტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო. ნინო არღვლიანი გვეტყვის უფრო მეც პირდაპირ ეთერში. ქვეყნის დაცვა ექსტრემიზმისგან და გარეჩარავისგან მართველი პარტია ამბობს, რომ სწორედ ამას დააზღვევს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღეს და რომელიც გამოქვეყნების თანავე ამოქმედდება. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებით გრანტად ჩაითვლება თანხა, რომელიც ხმარდება, შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს, ასეთ შემთხვევაში პირს გრანტის მისაღებად მთავრობის წინასწარი ნებართვა დასჭირდება, ისევე როგორც ორგანიზაციას
რომელიც საქმიანობს საქართველოში, მაგრამ რეგისტრირებულია საზღვარგარეთ. მართველი პარტია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატები საქართველოში რევოლუციური პროცესების დასაფინანსებლად ჩავხრელებს ეძებენ, კანონის გამკაცრება საუკეთესო გამოსავალია. გარდა ამისა, კანონში ცვლილებებით რევოლუციური პროცესებისთვის ნიადაგის მომზადებაც დასჯადი იქნება, სისხლის სამართლის კოდექსს შესაბამისი მუხლი დაემატა. ვისაც უნდა რომ საქართველოში თანხები შემოიტანოს, კეთილინებოს და მიმართოს საქართველოს მთავრობას და თუ არ იქნება სუვერენიტეტის დარღვევის კუთხით არანაირი რისკი, შესაბამისად მთავრობაც გასცემს თანხმობას. ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსში იქმნება მუხლი ექსტრემიზმის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომლის ისედაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე და თუ ვინმე სურვილი აქვს რომ ჩვენი ქვეყანაში დაამხოს არჩეული ხელისუფლება ან საქართველოს მოსახლეობის და ამორჩევლების ნების საწინააღმდეგოდ კონსტიტუციის დარღვევით შეეცადოს რაიმე დესტაბილიზაცია მოახდინოს, ამ ყველაფრამდე არის მისასვლელი გზა და ნაყოფიერი ნიადაგის შექმნა, რომელსაც ექსტრემიზმი ქმნია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გარედან ფინანსდება უცხოური თანხები და სწორედ ამ ყველაფრის პრევენციას მოახდენს ახალი ცვლილებები. ჩვენ გვესმის განუწყვეტლივ მუქარები ევროკომისრების მხრიდან, ქალბატონი ლორა ტონტონის მხრიდან, ბატონი ჰერჩინკის მხრიდან, რომ იპოვიან შავხრელებს იმისათვის, რომ რადიკალური ოპოზიციის დიდარი NGO-ებისთვის შემოიტანონ გაზრდილი დაფინანსება და რა თქმა უნდა ჩვენ ამას შევზღუდავთ და ამოვავსებთ ყველა პოტენციურ შავხრელს. თუ ვინმე სურს რომ პოლიტიკაში ტრიალებდეს, ქართულ პოლიტიკაში ტრიალებდეს უცხოური ფული, ეს იქნება შეუძლებელი. ისევე როგორც შეუძლებელია უცხოური ფული და არა მარტო საქართველოში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ასევე უნდა იყოს შეზღუდული პოლიტიკის ირიბად დაფინანსება, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი. 78 მომხრე 9 წინააღმდეგი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები დამტკიცებულია. კანონი მოქმედებას იწყებს. მალოვანინო ეს ნინო არღლიანი იყო. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მორიგი მცდელობა ამჯერად მთავარ როლში ვოლოდიმირ ზელენსკია. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებში დამარცხდება. თბილისში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა მიუღებელია. მეგინ არსავიძე კი ამბობთ. ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ისევ სხვა ქვეყნისთვის იცლის. ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას ცდილობს და იმედოვნებს, რომ ვიქტორ ორბანი მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება. საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი და ომის დასრულების მომხრე ორბანი ზელენსკის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება. უკრაინის პრეზიდენტს უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოუდგენია. მე ავსაუბრობ ვიქტორ ორბანთან, რადგანაც მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტი რობერტ ფიცოსთან. ჯერა რომ ორბანი არჩევნებში დამარცხდება და ჩვენ შევძლებთ ნორმალური ურთიერთობის აღდგენას უნგრეთთან, რადგანაც უნგრელი ხალხი პრორუსი არ არის. ზელენსკის ეს რიტორიკა კარგადაა ცნობილი ქართველი ხალხისთვის. საპარლამენტო ოპოზიცია იხსენებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს. მსგავსი გზავნილები კი ისმის იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. არა მარტო ერეოდა საქართველოს პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ომში ჩართვისკენ, მერე საზოგადოებას უკანონოდ ხელისუფლების შეცვლისკენ და პირდაპირ მონაწილეობდა აქ ის და თავისი მაღალთანადოების პირები შიდა პოლიტიკურ პროცესებში. და ეხლა უკვე მოინდომა სხვა ქვეყნებში ჩარევა, მათ შორის უნგრეთის არჩევნებში. ორბანის პოლიტიკა, პრიორიტეტები და გზავნილები სრულად ეწინააღმდეგება დღევანდელი ევრობიუროკრატების ინტერესებს. მართულ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი მიდგომის გამო არის ვიქტორ ორბანი თავდასხმების სამიზნე. ზელენსკის განცხადება კი ამ შეტევის გაგრძელებაა. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა კი მიუღებელია. განცხადებები, რომელიც არჩევნების წინ კეთდება იმ ქვეყნის მისამართით, რომელშიც არის არჩევნები, ეს არის ნებისმიერი ქვეყნისთვის შიდა პოლიტიკური საკითხი და ამ დროს გარედან ნებისმიერი ქვეყნიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლოა აღქმული იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი, არის მიუღებელი და დარჩება ასევე მიუღებელი. ვიქტორ ორბანი იყო მედროშე თავად ევროკავშირის ფარგლებში, რომ გაილაშქრა იმ უსამართლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის იძულებასაც ახდენდნენ თითოეულ სახელმწიფოზე, მათ შორის ის ხარდაჭერა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს აქვს და არა ამ ომის დასრულებას. ვიქტორ ორბანი არის ის ღერძი,
რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით არსებულ პოლიტიკას უძღვება უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ის დამოკიდებულება, რომელიც მას მეზობლებთან გააჩნია, ცალსახად ეროვნული და სუვერენული სახელმწიფოს ასე ვთქვათ მნიშვნელობით არის განპირობებული. ეს სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენი დაპირისპირებები, რაც იგივე უკრაინის პრეზიდენტთან გააჩნია ვიქტორ ორბანს. განადგურებული ქალაქები, ადამიანური ტრაგედიები, ეკონომიკური კრიზისი, კორუფციული სკანდალები ეს უკრაინის რეალობაა. რეალობაა ისიც, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას ომის დაწყებიდან 4 წლის თავზეც რჩება დრო სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევისთვის. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. თოვლის საფარმა ბაღს მასშტაბური ზიანი მიაყენა. გადაწყვეტილებაც დამთვალიერებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. სპეციალისტების შეფასებით შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ნინი ჩუბინიძე ამბობთ. ძირფესვიანად დამოთხრილი ხეები, დაზიანებული მცენარეები და დროებით დაკეტილი სივრცე. ეს სამდღიანი მძიმე და სველი თოვლის შედეგია ბოტანიკურ ბაღში. უხმან ალექმა დაახლოებით 20-მდე მრავალწლიანი ხე ფესვებიანად ამოაგდო. ნაწილს კი ტოტები დაუზიანა. სტუმართა უსაფრთხოებისათვის ბაღი 2 დღით დაიკეტა, თუმცა ხვალიდან ცენტრალური მარშრუტები უკვე გაიხსნება. შიდა ბილიკები კი დროებით დაკეტილი დარჩება. ბაღის ცენტრალური მარშრუტები გაიხსნება აუცილებლად. ერთადერთი ვიზიტორებს მივმართავთ თხოვნით, რომ არ ისარგებლონ შიდა ბილიკებით, შიდა გზებით, სადაც იქაც რამოდენიმე დღეში უსაფრთხოება იქაც უზრუნველყოფილი იქნება. დაზიანდა ბამბუკის კოლექციაც, რომელთა სრულ აღდგენასა და პირვანდელი სახის დაბრუნებას რამდენიმე წელი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, იშვიათი სახეობები შენარჩუნებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდისა და გადარჩენილი მცენარეების გამაგრება რეაბილიტაციის სამუშაო. ის მცენარეები, რომლებიც მე უფრო მდგრადი მეგონა ამ ამინდებთან მიმართებაში, იმან უფრო გვიღალატა. აი ესეთი არის მაგალითად ქვამუხები მარადმწვანე მუხებია. მცენარეები, ფოთლოვნები, მაგალითად იფნები, რომლებიც ძირფესვიანად წამოვიდა, მოწყდა ფაქტიურად ნიადაგიდან. ბოტანიკური ბაღის გარდა მოსულმა უხმან ალექმა პრობლემები მთლიანად დედაქალაქში შექმნა. კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდა. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ეტაპობრივად კი ყველა დაზარალებულს დაეხმარებიან. ჩვენი ვალდებულება მოქალაქეებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და შეძლებს დაგვარად არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა მათი არც ერთი გასაჭირი. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი და ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ, დავეხმარებით და გვერდით დაუდგებით. ბოტანიკურ ბაღში უხვინ ალექით მიყენებულ ზარალ სპეციალური კომისია სწავლობს. 100 ჰექტარზე გადაჭიმულ რთულ ლანდშაფტურ სივრცეში სრულმასშტაბიან აღდგენით სამუშაოს რამდენიმე კვირა დასჭირდება. დედაქალაქში ახალი გასართობს სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა ფონდ ქართულსა და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ბრიტანული კომპანია LDP ფონდ ქართულსთან კონტრაქტის საფუძველზე ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი კონცეპტუალური დიზაინი შეიქმნება. ეს იქნება ახალი სარეკრეაციო ზონა, რომელიც დასვენების ყველა იმ კომპონენტს თავის თავში გააერთიანებს, რაც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში და მიღებული პრაქტიკა არის. ფონდი ქართულ ეხმარება ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტს. ამჟამად ჩვენი თაოსნობით იქნა აყვანილი დიდი ბრიტანეთიდან კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის კვლევებს. ამ ეტაპზე დაკონტრაქტებულია ფონდი ქართულს მიერ ძალიან ცნობილი საკონსულტაციო ბრიტანული ფირმა, რომელიც მოახდენს აღნიშნული პროექტის ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევის ანალიზს. მეორე ეტაპი უკვე იქნება კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც ალბათ უკვე წლის ბოლოსკენ იქნება დაკონტრაქტებული. რემბრანდტის ხელახლა აღმოჩენილი ნახატი ნიდერლანდების სამეფო მუზეუმის კვლევარებმა დაასკვნეს, რომ ნახატი